არსებობს მისია, რომელსაც იცნობს ყველა, თუნდაც ისინი, ვისაც კოსმოსური ფრენები საერთოდ არ აინტერესებს. არტემის 3. პირველი მთვარის დაშვება ბოლო 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ. პირველი ქალი მთვარეზე. მომენტი, რომელსაც მთელი თაობა ელოდა. გასულ კვირას ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ საბოლოოდ წარადგინა 4 ადამიანი, რომლებიც ამ მისიაში გაფრინდებიან. და თითქმის ყველა სათაური ამ ეკიპაჟს ეხება. თავარი ამბავი კი იმ დეტალშია, რომელზეც თითქმის არავინ საუბრობს. არტემის 3 საერთოდ აღარ გაფრინდება მთვარეზე. ეს ეკიპაჟი არ დაეშვება. ის მთვარეს ახლოდანაც კი ვერ ნახავს. როგორ მოხდა ეს და რას გააკეთებს ეს მისია ამის ნაცვლად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ისტორია მთელ კოსმოსურ სფეროში დღეს. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. ქრონიკებში იმას, რაც უმეტესობას გამორჩა. საწესში არტემის 3 დიდი მთვარის დაშვებად იყო დაგეგმილი. 2 ადამიანი უნდა დაშვებულიყო მთვარის სამხრეთ პოლუსზე, დაახლოებით 1 კვირა დარჩენილიყვნენ, მთელი მისია კი დაახლოებით 1 თვე გაგრძელებულიყო. 2026 წლის თებერვალში NASA-მ ეს გეგმა შეცვალა. ეს საკმაოდ საჯაროდ მოხდა NASA-ს დიდ ღონისძიებაზე. უბრალოდ ბევრმა ეს ვერ შეამჩნია და ჩვენ არხზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ ამაზე. ცვლილების არსი ასეთია. სრულიად ახალი მისია ჩასვეს და მას ახლა არტემის 3 ქვია. ეს არის ეკიპაჟიანი ტესტი, რომელიც დედამიწის ორბიტას არტოვებს. და ის 2027 წელს გაფრინდება. თავდაპირველი დაშვების თარიღი აღშეცვლილა. ეხლა მას აღარ ქვია არტემიდა 3, არამედ არტემიდა 4 და ის კვლავ 2028 წლისთვის არის დაგეგმილი. ეს ჯერ უნდა გაანალიზო. ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მთვარის დაშვებას ახალი სახელი აქვს და მის წინ დამატებითი გენერალური რეპეტიცია ჩასვეს. რატომ აკეთებს ამას NASA? პასუხი ასეთია, იმიტომ რომ არც ერთი მთვარის ლენდერი დროულად არ მზადდება და ახავე აგიხსნით რატო. მაგრამ იმის ნაცვლად რომ უმოქმედოდ დაელოდოს სანამ რომელიმე ლენდერი მზად იქნება, NASA ცვლის რიგს. ეკიპაჟს უკვე ახლა აგზავნის დედამიწის ორბიტაზე და იქ ვარჯიშობს ყველაფერს, რასაც მთვარეზე პირველად ცდას არ ისურვებდა. აქ NASA ესა და სხვა პარტნიორები იმ ლიმონებით ლიმონადს ამზადებენ, რაც ცხოვრებამ მისცა. კემბრიელის საინტერესო ლიმონადი. ეს ჭკვიანური რისკების მინიმიზაცია. და ეს ერთდროულად არის ჩუმი აღიარება იმისა, რომ თავდაპირველი გეგმა ბოლომდე არ იყო გააზრებული. ორივე წინადადება მართალია და ჩემი საქმეა ორივე გაჩვენოთ. გადავიდეთ ეკიპაჟზე. კომანდირია რენდი ბრესნიკი, გამოცდილი NASA-ს ასტრონავტი, საზღვაო ქვეითების პოლკოვნიკი და სატესტო პილოტი, რომელსაც აქვს 7000-ზე მეტი ფრენის საათი. ეს თითქმის 292 სრული დღეა. ანუ თითქოს ყოველ დღე 24 საათი ეფრინა. ის ადრე უკვე იყო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კომანდირი. პილოტია ლუკა პარმიტანო და ეს არის ისტორიის ევროპული ნაწილი. პარმიტანო არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი, იტალიის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი და იყო პირველი იტალიელი, რომელიც კოსმოსური სადგურის კომანდირი გახდა. ეს დიდი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია, რადგან ბოლო მომენტამდე ესასთვის თანხმობა არ ყოფილა. მაგრამ იაპონიის კოსმოსური სააგენტო JAXA-სთვის კი იყო. ამიტომაც ყველა ფიქრობდა, რომ უპირატესობას იაპონია მიიღებდა. ამასთან ერთად არიან 2 მისიის სპეციალისტი: ფრანკ რუბიო, არმიის ვერტფრენის პილოტი და კვალიფიციური ოჯახის ექიმი, რომელიც ამერიკის რეკორდსმენია ყველაზე გრძელი ერთჯერადი კოსმოსური ფრენით, და ანდრე დუგლასი, სატესტო ინჟინერი და სანაპირო დაცვის რეზერვის ოფიცერი, რომლისთვისაც ეს პირველი ფრენაა. ის იყო არტემის 2-ის სარეზერვო ასტრონავტი. სარეზერვო წევრის როლში აქ ბობ ჰაინსი ვარჯიშობს. სამარხიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ ერთი დეტალი. ეს ეკიპაჟი ეთნიკურად მრავალფეროვანია, მაგრამ მთლიანად მამაკაცებისგან შედგება. სწორედ ის მისია, რომელიც პირველად უნდა მიიყვანა ქალი მთვარეზე, ახლა სულიად ასტრონავტ ქალის გარეშე მიფრინოს. მიზეზი მარტივია. დაშვების ნაცვლად ეს გახდა ორბიტის ტესტი. ამიტომ პირველი ქალი მთვარეზე მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მთავარი საქმე, ანუ დაშვება, განხორციელდება. ანუ არტემი და ქადვეთან ერთად. პრობლემა მარტივად მოგვარდებოდა, რომ პარმიტანოს ნაცვლად სამანტა კრისტოფორეტი დაენიშნათ. ისიც იტალიელი სამხედრო საჰაერო ძალების პილოტია. ასევე NASA-შიც საკმარისი კომპეტენტური ალტერნატივები იქნებოდა და მე ვფიქრობ, კარგი სიგნალი იქნებოდა, რომ ვინმე ძალიან ახალგაზრდა შეეყვანათ. ეს გადაწყვეტილება ალბათ კულისებს მიღმა დიდი პოლიტიკური საკითხი იყო და სრულ და გულწრფელ ახსნას შესაძლოა არასდროს გავიგებთ.
სანამ ამის გამო დისკის თიაქარი დამემართება, მოდი ჯობია მისიის არქიტექტურაზე გადავიდეთ. როგორ წარიმართება Artemis 3? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ქორეოგრაფიაა, რაც კი NASA-ს ოდესმე ჩაუტარებია და ყველაფერი დედამიწის სიახლოვეს ხდება. პირველად მთვარის ლენდერი, რომელიც Blue Origin-ს ეკუთვნის, სტარტს იღებს. Blue Origin-ი არის Amazon-ის დამფუძნებლის Jeff Bezos-ის კოსმოსური კომპანია. ეს ლენდერი ორბიტაზე მაქსიმუმ 90 დღე შეიძლება დაელოდოს. შემდეგ ეკიპაჟი ორიონი კოსმოსური ხომალდის ბორტზე აფრინდება, რომელსაც NASA-ს მძიმე რაკეტა Space Launch System, ანუ SLS ატარებს. თუმცა ორიონი მთვარეზე არ მიფრინავს, არამედ დედამიწის გარშემო წყიულ ორბიტაზე გადის. იქ ორიონი პოულობს Blue Origin-ის ლენდერს და ებმება მას. დაახლოებით 2 დღე ორივე დაკავშირებული ვრჩება. ეკიპაჟი ხსნის ლუქს, შედის ლენდერში, მართავს მას და ძირითადად ამოწმებს სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს, ანუ ყველაფერს, რაც ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ზუსტად ამას მხოლოდ ნამდვილი კოსმოსში შეიძლება შეამოწმო. ამის შემდეგ ორიონი ისევ გამოეყოფა და მეორე ლენდერს ელოდება. ეხლა სტარტს იღებს SpaceX-ი. Starship-ის მთვარის ლენდერის სისტემა აფრინდება, ორიონს შეხვდება და დაახლოებით 1 დრით მიერთდება. და აქ არის ერთი გამამხილველი დეტალი. ეკიპაჟი საერთოდ არ შედის Starship-ში. მიზეზი მარტივია. კაბინა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. შიგნით ჯერ კიდევ არ არის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა. ასე რომ ისინი უბრალოდ მიერთდებიან და ამოწმებენ კავშირს. სულ ესაა. ბოლოს ეკიპაჟი ბრუნდება და წყალში ეშვება კალიფორნიის წინ, წყნარ ოკეანეში. საერთო ჯამში მისია დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. დაახლოებით 4 დრით მეტია ვიდრე Artemis 2. სანამ ნახავთ, რამდენად მზად არის ტექნიკა და აქ ცოტა საკუთარ საქმეზე უნდა გითხრათ, ამ ვიდეოს არ ყავს გარე სპონსორი და ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება. ზუსტად ასეთი ტიპის ანალიზი, სადაც ჩვენ უბრალოდ ჰაიპს არ ვიმეორებთ, არამედ ვთვლით და ვამბობთ, რომ გრაფიკი არასტაბილურია, დროსა და შრომას მოითხოვს. ამის შესაძლებლობას თქვენ ქმნით. თუ ეს თქვენთვის რამეს ნიშნავს, გახდით ამ არხის წევრი. ამით თქვენ პირდაპირ უჭერთ მხარს ამ დამოუკიდებელ და კრიტიკულ კოსმოსურ კვლევების გაშუქებას და სანაცვლოდ იღებთ ჩვენს ვიდეოებს მაშინვე, როგორც კი მზად იქნება და არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი საჯარო ხდება. ხოლო თუ საკმარისი არხის წევრი გვეყოლება, ასევე ექსკლუზიურ ლაივ სტრიმებსაც. და თუ წევრობა თქვენთვის მეტისმეტია, ერთი ჰაიპი, გამოწერა და მოწონება სრულიად უფასოა და მაინც ძალიან გვეხმარება. ახლა კი დაუბრუნდეთ ტექნიკას. ცალკეული ნაწილები რეალურად რამდენად მზადაა? ყველაზე წინწასულია თავად NASA. SLS-ის რაკეტის მთავარი საფეხური აპრილის შემდეგ ფლორიდაში დიდ ასაწყობ დარბაზში დგას. 4 RS-25 მთავარი ძრავა ამ ზაფხულს დაემატება. ერთი დეტალი აჩვენებს, რამდენად სერიოზულად არის აღქმული Earth orbit-ის, ანუ დედამიწის ორბიტის გეგმა. რადგან ეკიპაჟი მთვარეზე არ მიფრინავს, რაკეტას არ ჭირდება მისი ზედა საფეხური, რომელიც ჩვეულებრივ მთვარისკენ ბიძგს მისცემდა. ამიტომ NASA მას ანაცვლებს ძრავის გარეშე დამზადებული მაკეტით, რომელიც მხოლოდ ნამდვილი საფეხურის ზომებსა და წონას იმეორებს. ესე იგი, მთვარის რაკეტაა, რომელსაც განზრახაკლია მთვარის საფეხური. ამას ორმაგი სარგებელი აქვს. რადგან ერთადერთი ნამდვილი ზედა საფეხური, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ასე რჩება სპეციალურად Artemis 4-ის რეალური დაჯდომისთვის დაცული. მიწის ორბიტაზე გასატან ბიძგს შემდეგ თავად ორიონის ევროპული სერვის მოდული უზრუნველყოფს. ის აშენებულია Airbus-ის მიერ ESA-სთვის. ასე რომ ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს ძრავას, ელექტროენერგიას, წყალსა და ჟანგბადს, არამედ ეკიპაჟს საერთოდ პირველად შეჰყავს წრიულ ორბიტაზე, დაახლოებით 460 კილომეტრის სიმაღლეზე. ასევე Artemis 3-ის მისიის დროს პირველად გამოიყენება ახალი გაშვების სისტემა. ორივე დამშვებ აპარატშია ნამდვილი ბოთლის ხელი. Blue Origin-ში ახლა რაღაც მოხდა, რაც მთელ თავდაჯერებულობას ეჭქვეშ აყენებს. 2026 წლის 28 მაისს Cape Canaveral-ის გასაშვებ მოედანზე მძიმე Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ი ძრავის სტატიკური ტესტირებისას აფეთქდა. გიგანტური ცეცხლის ბურთი რაკეტა განადგურდა, გაშვების პლატფორმა სერიოზულად დაზიანდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. თუმცა ეს უკვე მეორე უკუსლა იყო ZZ. რადგან უკვე აპრილში New Glenn-ის მესამე ფრენამ მიზნის ტრაექტორია ვერ მიაღწია. პრობლემა ფუნდამენტურია. Blue Origin-ის მთვარის ლანდერი, სახელად Blue Moon-ი, სწორედ ამ რაკეტით მიფრინავს კოსმოსში. ამჟამად მას არ აქვს მზადყოფნაში მყოფი აპარატი, რომელიც მას ზევით აიყვანს. NASA-მ Blue Origin-საც კი ურჩია, დროებითი გამოსავლისთვის სხვა რაკეტაზე ეფიქრა. მიუხედავად ამისა, საწარმოო ხაზები მუშაობას აგრძელებს. პირველი უპილოტო Blue Moon ლენდერის გაშვება უკვე წელს იგეგმება. Blue Origin ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ საწარმოს მუშაობას ისევ წელს განაახლებს.
ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ მათ უკვე დაიწყეს მუშაობა კიდევ ერთ გაშვების პლატფორმაზე, რომელიც პირდაპირ გვერდით მდებარეობს. ამით მათ როგორც მზადყოფნაში მყოფი გუნდი, ასევე საჭირო ტექნიკა აქვთ ხელთ. ბედნიერება უბედურებაში. SpaceX-ში ტექნიკური მხარე უკეთესად მიდის, მაგრამ აქაც ორი მნიშვნელოვანი მტკიცებულება აკლიათ. პირველ რიგში SpaceX-მა უნდა აჩვენოს, რომ ორი Starship-ს შეუძლია კოსმოსში ერთმანეთისთვის საწვავის გადატანა, რადგან ერთ ხომალდს მთელი გზისთვის საკმარისი საწვავი არ აქვს. ამ ხომალდიდან ხომალდზე საწვავის გადატანას SpaceX წელს პირველად აპირებს აჩვენოს. მეორედ საჭიროა სრული უპილოტო მთვარის დაშვება, სანამ ოდესმე ადამიანები გაფრინდებიან. Ყოველ შემთხვევაში პირველი ფრენისთვის მზად მთვარის კაბინა Starship-ისთვის უკვე იქმნება. ძირითადი სტრუქტურა მზადაა. ეს ნაწილი Blue Origin-თანაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ამიტომ მომდევნო 24 თვეში ძალიან ბევრი უკიდურესად საინტერესო მისია ჩატარდება. და კიდევ არის სკაფანდრები, რომელთა გარეშე შენ ვერავინ დააბიჯებს მთვარეზე. ამ სკაფანდრებს კომპანია Axiom Space აშენებს მოდის სახლ Prada-სთან ერთად, რომელიც დიზაინსა და მასალებში ეხმარება. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ აზრი აქვს, რადგან სკაფანდრი ფაქტობრივად მაღალი დონის მკერვალობაა ექსტრემალურ პირობებში. ამჟამად ტესტირება მიმდინარეობს NASA-ს დიდ საცურაო აუზში, Houston-ში, რომელიც სიმძიმის არქონის მდგომარეობას იმიტირებს. 2027 წელს სკაფანდრი სატესტოდოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უნდა გააგზავნონ, ხოლო Artemida 3-ის მისიის დროს სურთ რომ ის მინიმუმ ერთ დასაშვებ აპარატზე შეამოწმონ მის ინტერფეისებზე. ეხლა დროის პერსპექტივაზე NASA-ს ხელმძღვანელი ჯარედ აიზეკმანი გეგმავს Artemida 3-ის გაშვებას 2027 წლის ბოლომდე. ნამდვილი დაშვება Artemida 4 თქვა 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. გაძლებს ეს გრაფიკი. ოფიციალურად ყველა ოპტიმიზმით არის განწყობილი. NASA ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ დამკვირვებელი არ არის, არამედ საკუთარ ინჟინრებს უშუალოდ კომპანიებში აგზავნის, რათა ვადები დააჩქაროს. ჯეფ ბეზოსმა ისაუბრა რთულ დღეზე და აღნიშნა, რომ ისინი კვლავ აღადგენენ ყველაფერს. SpaceX-იც მუდმივად პროგრესის შესახებ იუწყება. ჩემი პირადი შეფასება, რომელიც აშკარად მხოლოდ მოსაზრებაა, უფრო ფრთხილია. დაჯერებულობა თითოეული პროექტის ხელმძღვანელის ვალდებულებაა. მაგრამ ფაქტები ჯიუტია. დანგრეული პანდუსი, რაკეტა 2 ზედიზედ წარუმატებლობით, კოსმოსში არასდროს დემონსტრირებული საწვავის გადაცემა და მთვარის სკაფანდრი, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია. ეს ძალიან ბევრი დაუმთავრებელი საქმეა დაახლოებით 18 თვეში გასაშვებად. ბოლოს კი ყველაზე დიდი კავშირი, რადგან Artemis-ი არასდროს არის მხოლოდ ტექნიკა. ფონზე მიმდინარეობს რბოლა. რამდენიმე პასუხისმგებელმა პირი ამას ღიად აღიარა. ისინი ამბობენ, რომ ჩინეთზე ადრესულთ დაბრუნდნენ მთვარეზე. ჩინეთი გეგმავს საკუთარი ადამიანიანი დაშვებას 2030 წელს. უკეთესად მიიჩნევენ, რომ შემოვლითი გზა აირჩიონ დედამიწის ორბიტაზე, ვიდრე დააჩქარონ დაშვება და რისკი გაიზარდოს. და აქ კიდევ ერთი ჩუმი გზავნილიც არის. ევროპა შუაგულშია. ლუკა პარმიტანო, ევროპელი, კაბინაში ზის. და ევროპული სერვის მოდულით ევროპული ტექნიკა ორიონ კაფსულის გულშია ჩადგმული. მთვარეზე დაბრუნება უკვე მხოლოდ ამერიკული პროექტი აღარ არის. ჩემი გულწრფელი დასკვნა, Artemida 3-ის არ არის ის, რაც წლების განმავლობაში გვხვდეს. და ეს სირცხვილი არ არის, არამედ რეალობაა. ეს არ არის დაჯდომა, არამედ გენერალური რეპეტიცია მის წინ. გონიურულად ჩასმული, ძლიერი ეკიპაჟით და ნამდვილი ხელშესახები პროგრესით. დაჯდომა თავად არ გაუქმებულა. ეხლა მას უბრალოდ Artemis 4 ეწოდება და კვლავ დაგეგმილია 2028 წლისთვის. ვინც პირველ ქალს და შემდეგ კაცს მთვარეზე გაგზავნას აპირებს, მანამდე უნდა მოითმინოს. და მოქმედებს ის, რაც ზოგადად მთელ კოსმოსურ ფრენებზე ვრცელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ყოველთვის შემდეგია. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო Mars Chronicle. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera ad astra. Und Andrew Douglas. André Douglas. Und André Douglas. Und André Douglas. André Douglas. André Douglas. და ანდრე დუგლასი.